Parc des Princes 4 ქართველმა ითამაშა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე ძალიან ბევრ სპორტში გვასახელებენ ჩვენი ბიჭები, რაც გულს გვიხარებს. საბა საზონოვის ხმამაღალი და სკანდალური განაცხადი. ფეხბურთელმა ულტრასებს უთხრა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი არც კი ესალმება. ეს და სხვა სიახლეები დღევანდელ ვიდეოში. დღეს ვისაუბრებთ ბევრ საინტერესო სიახლეზე. თქვენ კი ძალიან მარტივად შეგიძლიათ ეს შრომა დააფასოთ. უბრალოდ დააჭირე ლაიქის ღილაკს და გამოიწერე არხი. ეს რეალურად 3 წამის საქმეა და ასე უმარტივესად გამოხატავთ თქვენ პატივისცემას. კომფორტულად მოკალათდით. ეს არის არხი ფუტვიჟენი. დავიწყოთ. საფრანგეთის ლიგა 2-ის 24 ტურში სენტ-ეტიენმა შინ ლავალი 2-1 დაამარცხა. ჰანგარიში მესამე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა პენალტით გახსნა. ლიგა 2-ში 24 ტურის შემდეგ ბომბარდირთა დავაში ქართველი გარემარბი 11 გოლით მეორე ადგილს იკავებს. ლიდერს მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება. აი რა სიძახის ჩვენი ოქროს ბიჭი. რა თქმა უნდა ვამაყობ ჩემპიონატში ამ ახალი გოლით. ამისთვის ბევრ შრომობ, მათ შორის ვარჯიშებზეც, სადაც პენალტების შესრულებაზე ვმუშაობ. ეს პოზიტიურია იქნება ეს უშუალოდ თამაშში, გოლებით, პასებით თუ დაცვის დახმარებით. ვალდებული ვარ გუნდს სარგებელი მოუტანო. პირადად მე, როცა თამაში თავისუფალი სივრცეები მაქვს, ბედნიერი ფეხბურთელი ვარ და კიდევ უფრო ბედნიერი ვარ მაშინ, როცა გუნდი იგებს. ყველაზე მთავარი სწორედ ესაა, რომ გუნდმა მაჩები მოიგოს. ჩვენ შევასრულეთ საღამოს მისია და ჩემპიონატში 3 ქულა მოვიპოვეთ. თუმცა შინაარსობრივად ეს მეორე ტაიმი ჩვენთვის რთული გამოდგა. მომდევნო მატჩისთვის ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ჩვენს ძლიერ მხარეებზე უნდა ვფოკუსირდეთ და ამ გზით გავაგრძელოთ. თუ მატჩებს მოვიგებთ, ყველაფერი კარგად იქნება. მატჩის წინ მწვრთნელთან ვისაუბრეთ იმაზე, რომ ბურთის ფლობა და კონტროლი უნდა დაგვებრუნებინა. ეს პირველ ტაიმში გამოგვივიდა, მაგრამ მეორე ტაიმში გართულდა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩემი აზრით დაღლილები ვიყავით. არ ვიცი ეს როგორ ავხსნა ამ თემაზე ერთად მოგვიწევს საუბარი, რადგან მართალია, რომ ტემპი საგრძნობლად დავაგდეთ. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ჩვენი კარგი თამაშის პერიოდების 60-70 წუთამდე გახანგრძლივება. დავითაშვილმა ლიგა 2-ში 20 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე საფრანგეთის თასზე ნიცას გაუტანა. საერთო ჯამში ამ სეზონში მის აქტივში 12 გოლია. რაც ძალიან მაგარი შედეგია. უდიდეს წარმატებას უსურვებს ზურიკოს და იმედია კიდევ უფრო გაგვახარებს და მეტ გოლს გაიტანს. საბა საზონოვის ტორინოს რთული პერიოდი უდგას. გრანატამ ბოლო 10 შეხვედრიდან 7 წააგო. სერია A 26 ტურში კი ჯენოასთან 0-3 დამარცხდა. გუნდის სათამაშო ფორმით უკმაყოფილო ულტრასები კლუბის საწვრთნელ ბაზაზე მივიდნენ. ტორონიუსის ინფორმაციით კომაგებს ქართველი მცველი შეხვდა. საზონოვმა მათთან გულახდილად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი მწვრთნელი მარკო ბარონი მას აღარც კი ესალმება. ტორინოში არავის ვჭირდები. მთავარი მწვრთნელი მარკო ბარონი გამარჯვებასაც კი არ მეუბნება. მზად ვარ გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ აქ ჩემი ყოფნა არავის უნდა. ბონჯორნოსა და როდრიგესის დროს სერიაში საუკეთესო დაცვა ყავდა და სათადარიგოთა სკამიდან თამაშობდი. ახლა ჩემპიონატში ყველაზე ცუდი დაცვა ყავს და შემადგენლობაში მაინც არ ვარ. ტრავმა ბოლომდე მოვირჩინე და თამაში შემიძლია. როდესაც ჯანლუკა პეტრაკი სპორტულ დირექტორად დაინიშნა, ვისადილეთ და პირდაპირ მითხრა, რომ გუნდის ნაწილი აღარ ვარ. აღნიშნა საზონოვმა. ტორინოს ულტრასებმა საბას თხოვეს სხვა ფეხბურთელებსაც დაკავშირებოდა. ქართველი მცველის დახმარებით გულშემატკივრები კასადეისა და საპატასაც გაესაუბრნენ. შეგახსენებთ, რომ ტორინოს 27 ქულა აქვს და გასავარდნ ზონამდე მხოლოდ 6 ქულა აშორებს. ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში გრანატას მაისურით 1 წუთიც კი არ უთამაშია. დაწერეთ თქვენი აზრები კომენტარებში ამ თემასთან დაკავშირებით, რაში შეიძლება იყოს პრობლემა. აშკარად რაღაც შიდა ამბებია, შეიძლება ფინანსებს ეხებოდეს ან ნებისმიერ სხვა რაღაცას, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ ათამაშებენ საბას. ამიტომ დაწერეთ თქვენი აზრები კომენტარებში. საფრანგეთის ლიგა 1-ის 23 ტურში კვარაცხელიას PSG-მ შინ მეცი 3-0 დაამარცხა. მესამე წუთზე დუემ ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე ბრედი ბარკოლამ შეაგდო. მეორე ტაიმში 77 წუთზე გონსალო რამუშმა სხვაობა სამბურთამდე გაზარდა. ლუის ენრიკემ ხუჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე დასვა და 64 წუთიდან ჩართო თამაში. ხუჩამ გონსალო რამუშის მისამართით 2 გადაცემა შეასრულა, თუმცა პორტუგალიელმა გოლის გატანის ეს შესაძლებლობები ვერ გამოიყენა. მეცის სასტარტოში მხოლოდ 1 ქართველი იყო, გიორგი წიტაიშვილი, რომელიც 98 წუთზე შეცვალეს. 66 წუთზე მოედანზე გიორგი აბუაშვილი გამოვიდა. 79-ზე კი გიორგი ქვილითაია. ასე რომ ლიგა 1-ის ერთ მატჩში 4
ქართველმა ითამაშა. PSG 54 ქულით პირველ ადგილზეა, მეცი 13 ქულით ბოლო პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში 28 თებერვალს PSG ლიაურს ესტუმრება, ხოლო 1 მარტს მეცი ბრესტს მიიღებს. პორტუგალიურ მედიაში გიორგი ქოჩორაშვილის მომავალთან დაკავშირებით საინტერესო ცნობები გავრცელდა. გამოცემა ლეონინოს ექსკლუზიური ინფორმაციით, სპორტინგი ქართველი ნახევარმცველის გასაშვებად მზადაა და ფეხბურთელის სატრანსფერო ფასიც დაადგინა. ჩვენი ინფორმაციით სპორტინგის ხელმძღვანელობა 5.5 მილიონ ევროზე ნაკლებ შეთავაზებას კატეგორიულად არ განიხილავს. კლუბი მზადაა მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაინტერესებული მხარეების წინადადებები მოისმინოს. სპორტინგს ქოჩორაშვილის ტრანსფერი სწორედ 5.5 მილიონი დაურჩდა. თელომებს სურთ აღნიშნული ინვესტიცია სრულიად დაიბრუნონ. მათი მიზანია ყოველგვარი ფინანსური ზარალი თავიდან აირიდონ. წერს პორტუგალიური გამოცემა. ცნობისთვის ქოჩორაშვილმა სპორტინგის ბოლო რამოდენიმე შეხვედრა ტრაუმის გამო გამოტოვა. აბოლას ცნობით გიორგიმ დაზიანება ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მიიღო და სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა. ქართველმა ფეხბურთელმა კონდიციები უკვე აღედგინა და გუნდს მიმდინარე კვირაში დაუბრუნდება. სპორტინგს მომდევნო მატჩი ეშტორილის წინააღმდეგ 28 თებერვალს ელის და სავარაუდოდ გიორგი განაცხადში იქნება. დღევანდელი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ, ან როგორც მინიმუმ თქვენთვის რაიმე სასარგებლო ინფორმაცია მოისმინეთ. მოიწონე ვიდეო და გამოიწერე არხი, მე კი ძალიან მალე დაგიბრუნდები უფრო ცოცხლოვანი და მაგარი სიახლეებით. მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.